ხანძარი გორში წუხელგვიანღამით თოიძის ქუჩაზე მდებარე ნომერ პირველი საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ცეცხლი გაჩნდა. რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ბაგაბაღის ერთი ოთახი. დამწვარია ინვენტარი და საოჯახო ტექნიკა. როგორც დიას დაზარალებულმა დავით თაზიაშვილმა განუცხადა, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როდესაც სახლში არ იმყოფებოდა. ის ეჭობს, რომ ცეცხლი ვინმე მიზანმიმართულად გააჩინა. შემთხვევის ადგილზე წუხელღამითვე ოპერატიულად მივიდნენ მეხანძრეები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგეს. დამირეკეს რომ ხანძარიო გაჩენილი. მე წმოვედით დავიჭირე ტაქს დაურეკე და ამოვიდა რომ ნახეთ ძალიან მძიმე მდგომარეობის ყველაფერი გამინადგურდა. აღარაფერი აღარ დამჩა, რაც კი შევიძინე თუ ქონდა აღარაფერი აღარც საწოლი, აღარც ბავშვების ტანსაცმელი, რა ვიცი, თუ კი რამე იყოს ყველაფერი განადგურდა. ჩვენ შაშაწინაც გაჩნდა ხანძარი შემოსასვლელში და შუშა რო არ მქონდა აბდექით და პლასტიკატით ჩაუსვით დავამაგრეთ. ლუსმებია გადაწეული ამოცლილი. ის პლასტიკატი არ ჩანს საერთოდ. განგებ ვიღაცამ და ვინ ღმერთმა იცამ რა ვიცი. დაგვირეკეს იქნებოდა 3 საათი ეგრეს რაღაცას და ესეთი ამბავია ჩამოვედი თუ კი დამთავრებული იყო ყველაფერი. მოვიდნენ კრიმინალისტი იყო, ისიც იყო ექსპერტები. რავი, აიღეს ნიმუშები აიღეს. მეგდგინო რაც იყო, რავი, რაც ამ ქონდა მეგდგინო, რავი, თუ რამეთ დამეხმარებიან, აბა თუ რა გავაკეთო. ძალიან ხელით ვერაფერს გავაკეთე. კაცათყუთი დაიწყო, ბოლი იყო, რადგან ხუდისუნი და მიხვდი მაგითი და მე მეგონა ესენი ჩამოვიდნენ და რუავდექი გავაგე კარები შევხედე, უკვე კარები გატეხილი იყო, ისა რა ამოღებული. და უკვე ცეცხლი ეკიდა რა, ბაჟარი იყო გაჩა. და უცბად შლანგი ისავქენი და გამოვიძახეთ სახანძრო. მოვიდა, მალე მოვიდა სახანძრო და უცბად ისაკნეს ჩააკრეს.